Eurobasket 2025 არა მხოლოდ ევროპის საუკეთესო კალათბურთის ტალანტებს წარმოგვიდგენს, არამედ სპორტის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ კონტრაქტებსაც. NBA სუპერვარსკვლავებიდან დაწყებული ამომავალი ევროპელი ვარსკვლავებით დასრულებული, რომლებიც მასიურ ხელშეკრულებებს აფორმებენ ტურნირის სავსეა მულტიმილიონერი მოთამაშეებით. თუმცა ვინაიდან ყველაზე მაღალი ანაზღაურება აღნიშნულ სპორტის სახეობაში ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გაიცემა, რეიტინგშიც ყველა მოთამაშე სწორედ ამერიკული ლიგიდან მოხვდა. მეხუთე ადგილი ფრანც ვაგნერი 38.7 მილიონი დოლარი, ქვეყანა გერმანია. გერმანელი ფორვარდი NBA-ის საზომებით სუპერვარსკვლავი არ არის, თუმცა ევროპაში ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ამაზე მისი ანაზღაურებაც მიუთითებს. ორლანდო მეჯიკმა 2024 წლის ოფსეზონზე გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე დაიცვა და ვაგნერს ახალ ბედა კონტრაქტის გაგრძელება გაუფორმა, რომლის ღირებულებაც 224 მილიონ დოლარს შეადგენს. 5 წლიანმა ხელშეკრულებამ 23 წლის ფორვარდს არა მხოლოდ ორლანდოში ხანგრძლივი მომავალი უზრუნველყო, არამედ ფინანსურადაც დიდი გარანტია მისცა. სეზონის ბოლოს მან მხოლოდ 60 მატჩი ჩაატარა, რაც ოდნავ ნაკლებია 65 თამაშიან ზღვართან, რომელიც ლიგის ინდივიდუალური ჯილდოების მისაღებად არის საჭირო. მისი თამაშის დონე აჩვენებდა, რომ All-NBA ნაკრებში მოხვედრა ძალიან ახლოს იყო, რაც კონტრაქტის ბონუსებსაც მოიტანდა. ფრანც ვაგნერი ახლა ისეთი მოთამაშეა, რომელიც დიდ რეკლამებსა და ბრწყინვალე ბრენდულ კონტრაქტებს არ ეძებს. 2025 წლის მდგომარეობით მას არც ერთ მსხვილ სპორტულ ბრენდთან, მაგალითად Nike-სთან ან Adidas-თან ხელშეკრულება არ გაუფორმებია. თითქოს გასაკვირიც არის, მაგრამ მისი მშვიდი საქმეზე ორიენტირებული ხასიათისთვის სრულიად შესაფერისია. მიუხედავად ამისა, რამდენიმე საინტერესო თანამშრომლობა მაინც აქვს. 2023 წელს ვაგნერი Athlete Plus-თან ერთად კამპანიაში ჩაერთო, რომელიც ახალგაზრდების გაძლიერებას ეხებოდა. აქ საქმე არ ეხება არც სპორტულ ინვენტარს, არც ხმაურიან რეკლამებს, ყველაფერი მენტორობასა და ახალგაზრდებისთვის გამოცდილების გაზიარებაზე იყო აგებული. ეს ძალიან შეეფერებოდა მის ხასიათს, რადგან ფრანცი უფრო კავშირის დამყარებასა და რეალურ დახმარებას ანიჭებს მნიშვნელობას, ვიდრე პოპულარობის დევნას. 2024 წელს კი ის და მისი ძმა მორის ვაგნერი Drink ZYN-თან თანამშრომლობდნენ. მათი პოსტი უფრო გულწრფელ გამოხმაურებას გავდა, ვიდრე ჩვეულებრივ რეკლამას. ფრანცმა აღნიშნა, რომ ეს ბრენდი ორი ძმის მიერ არის დაარსებული, ზუსტად ისე, როგორც თავადის და მოარიან. ეს სიგულწრფელე ბევრად უფრო თვალშისაცემია, ვიდრე იძულებითი რეკლამა. გარდა ამისა, მის შესახებ არანაირი საინვესტიციო ან სტარტაპ პროექტი არ გამჟღავნებულა, არც კრიპტო ინიციატივები და არც საკუთარი ტანსაცმლის ხაზი, არც უძრავი ქონების ამბები. ამ ეტაპზე ვაგნერი მთლიანად თამაშზეა კონცენტრირებული და სხვა ყველაფერი ბუნებრივად ვითარდება. მეოთხე ადგილი ლუკა დონჩიჩი 46 მილიონი დოლარი, ქვეყანა სლოვენია. შეიძლება ითქვას, რომ NBA-ისა და მთლიანად სლოვენიის ნაკრების მომავალი ამ კალათბურთელზე დგას. 2025 წლის აგვისტოში მან ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან გააფორმა 3 წლიანი 165 მილიონ დოლარიანი მაქსიმალური კონტრაქტი, რომელშიც მოთამაშის ოფცია შედის და მომავალში 400 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი ხელშეკრულებისკენ გაუხსნის გზას. ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებად მოთამაშედ იქცა. დონჩიჩს აქვს კონტრაქტი ჯორდან ბრენდთან და ფლობს საკუთარ ლუკას სერიის სპორტული ფეხსაცმელების ხაზს. მისი სპონსორები არიან Activision Blizzard, Gatorade, Hasbro, Panini, 2K Sports, BioSteel და Bose, საიდანაც წელიწადში დაახლოებით 15 მილიონ დოლარს იღებს. მესამე ადგილი ლაური მარკანენი 46.4 მილიონი დოლარი, ქვეყანა ფინეთი. ფინელმა ვარსკვლავმა 2024 წლის აგვისტოში იუტა ჯაზთან 5 წლიანი 228 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც აქცევს მას ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ფინელ სპორტსმენად. მისი წლიური ხელფასი 2024-25 წლების სეზონში 42 მილიონ დოლარზე მეტი გახდა, ხოლო საშუალო წლიური ანაზღაურება 46.4 მილიონი დოლარია. მას სასპონსორო გარიგებები აკავშირებს Nike-სთან, რომელიც მას პერსონალურ სპორტულ ხაზსაც უქმნის, ასევე ფინურ ენერგოკომპანია Neste-სთან. მისი ჯამური ქონება 2024 წლის მონაცემებით დაახლოებით 30 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო კარიერული შემოსავალი NBA-ში კონტრაქტის დასრულებისას 300 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. მეორე ადგილი იანის ანტეტოკომპო 54.1 მილიონი დოლარი, ქვეყანა საბერძნეთი. იანვარში ანტეტოკომპომ გამოაცხადა, რომ შექმნა საკუთარი პროდაქშენ კომპანია, ხოლო Amazon-მა დოკუმენტური ფილმი გამოუშვა სახელწოდებით იანისის წარმოუდგენელი მოგზაურობა. მის შემდეგ პროექტებში განიხილება ციფრული დღიური, რომელიც ალაბამას უნივერსიტეტის quarterback Jalen Milroe-ს ეძღვნება და ამასთანავე Ocean-ის მეგობრების მსგავსი ფილმი, რომლის გადაღებებით საბერძნეთშია ჩანიშნული. იანისი საკუთარი ქვეყნის მედროშე იყო ოლიმპიურ თამაშებზე, ხელშეკრულება გააფორმა გამაგრილებელ სასმელ Steristan. Nike-სთან ერთად წლის ბოლომდე ახალი მეექვსე ფეხსაცმელის გამოშვებას აპირებს და წილები აქვს შეძენილი ისეთ გუნდებში, როგორებიცაა ბეისბოლში Milwaukee Brewers-ი, MLS-ში Nashville და Tiger Woods-ის გოლფის კლუბ ლოს-ანჯელესში. ხოლო სპონსორებისგან ის წელიწადში 15 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს. ბერძენის პორტფოლიოში შეხვდებით საკუთარ საინვესტიციო ფონდ Build Your Legacy Ventures, ღვინის ბრენდ Maria Wines და მრავალ მილიონიან უძრავ ქონებასაც.
პირველი ადგილი ნიკოლა იოკიჩი 55.2 მილიონი $, ქვეყანა სერბეთი. ბევრის აზრით მსოფლიოს ამჟამინდელმა საუკეთესო კალათბურთელმა 2022 წლის ივლისში NBA-ის ისტორიაში იმ დროისთვის ყველაზე მსხვილი 5-წლიანი 264 მილიონ $-იანი სუპერმაქსიმალური კონტრაქტი გააფორმა. მისი 2025-26 წლების სეზონის ხელფასი 55 მილიონ $-ზე მეტია. იოკიჩს შეთანხმებები აქვს Nike-სთან, Western Union-თან და Panini-სთან, საიდანაც წლიურად დაახლოებით $1 მილიონ იღებს. მას ასევე აკავშირებს თანამშრომლობა ჩინურ ბრენდ 361 Degrees-თან, რომელიც მისი ეგრეთ წოდებული ჯოკერის ხაზის ფეხსაცმელებს აწარმოებს. გარდა ამისა, იოკიჩი ბიზნეს ინვესტიციებს აკეთებს სერბეთში, მათ შორის უძრავ ქონებასა და სასმელების წარმოებაში. Denver Nuggets-ის სუპერვარსკვლავი ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას მომდევნო ზაფხულამდე გადადებს. სამგზის MVP-ს უკვე შეუძლია გააფორმოს 3-წლიანი 206.4 მილიონ $-იანი კონტრაქტის გაგრძელება, რომელსაც Nuggets-ის მენეჯმენტი საჯაროდაც თავაზობს. თუმცა სერბი ცენტრი შესაძლოა დაელოდოს მაქსიმალურ კონტრაქტს, რომლის ღირებულებაც 285.4 მილიონი $, იქნება თუ ის ხელშეკრულებას მომდევნო ზაფხულში გააფორმებს. 30 წლის სერბს 20 ოქტომბრამდე აქვს ვადა, რომ შედარებით მცირე შეთავაზებაზე მოაწეროს ხელი. სხვა შემთხვევაში მას კვლავ ექნება მოქმედი ხელშეკრულება 5-წლიანი 266 მილიონი $-ის ღირებულებით, რომელიც 2022 წლის ზაფხულში გააფორმა. ბოლო სეზონი 2027-28 წლის მოთამაშის ოფციაა და 62.8 მილიონ $-ად არის შეფასებული. ეს მოთამაშის ოფცია შეიძლება შეიცვალოს ახალი ხელშეკრულებით, ან იოკიჩმა შეიძლება 2026 წლამდე დაიცადოს და დამატებით მეოთხე წელიც მიიღოს, რაც მას კიდევ 77 მილიონ $-ს მოუტანს. Denver Nuggets-ის ცენტრი არ ყოფილა სერბეთის ნაკრებში 2017 წელს, როდესაც მისი ქვეყნის გუნდმა ევრობასკეტზე ვერცხლის მედლები მოიპოვა. ამდენად ნაკრების მაისურით ევროპირველობის ყვარცხლბეკზე არასდროს ასულა. ახლა ნიკოლას ამის კარგი შანსი აქვს და ბევრის აზრით სერბეთის ჩემპიონობის კენსვლას ხელი ვერავინ უნდა შეუშალოს.